აი მოგესალმებით, ჩემი არქივისთვის ვიღებ კიდე ერთ ძალიან საინტერესო ვიდეოს, ვიმყოფები ქალაქ ზუგდიდში, სადაც გაიხსნა გირო, სადაც უნდა დავაგემოვნო ერთი ბერძნული და ერთი იტალიური კერძი, რომელიც მდებარეობს დიარონის შემოსასვლელი, ჩიხის სადაც არის და არქივის სამსახურის მოპირდაპირე მხარეს. ეხლა გამომყევი და ერთად ვნახოთ თუ რომელ კერძს მირჩევენ, ერთ იტალიურს და ერთ ბერძნულს, რომელიც უნდა გავშენჯო დღეს მე. და რა თქმა უნდა შევაფასოთ და ვნახოთ თუ როგორი იქნება ეს კერძი. გამარჯობათ, პირველად ვარ თქვენთან. ვიცი რომ ახალი გახსნილები ხართ და მინდა გავაგემოვნო ბერძნული სამზარეულო და რომელ კერძს მირჩევთ, რაც შეიძლება რომ ვჭამო. გამარჯობათ. ყველაზე სუყე, ასე რომ დაგანაყრებთ, არ გვაქვს სკეპასტი, რომელიც არის ძალიან გემრიელი. მე ერთ ადამიანს მეყოფა? კი ბატონო, ერთს კი არა, ორსაც ეყოფა. ნახოთ, იმიტომ კარგი მჭამელი ვარ და ამიტომ მინდა მართლა კარგად სუყედრო დავნაყრდე და ამიტომ რადგან თქვენ მეუბნებით გენდობით და მაშინ ერთი სკეპასტი, ხო? სკეპასტი, კი ბატონო. კი ბატონო, დაახლოებით რამდენი წუთი დაჭირდება? დაახლოებით 5 წუთი. ჩვენიერი დრო მაშინ დავშდები და დავალდები. კი ბატონო, დავგავი. უნდა ვჭამოთ სკეპასტი. მოგლეთ. მოითხოვეთ, ხელთათვანი ვისაც გიყვართ, ჩემსავით ხელით ჭამა. როგორც დავიდან აღვნიშნე, ცხარე დაბქვილი წაკის უნდა იგრძნობა, მაგრამ მე ასევე დავამატებ ესე. ეხლა უფრო მეტად გემრიელი იქნება დარწმუნებული. კარგი, დავიწყოთ. მოკლედ, ხორცი, პური, ფრი და ვნახოთ გემოები როგორია. სკეპასტი. ასე ქვია ამ კერძს. ყველი წააგშენით. ჰო. ნამდვილად სწორად მითხრეს, რომ ერთი ადამიანისთვის ეს პორცია ძალიან სუყეა. მე ვეცდები რომ მთლიანად შევჭამო ეს ყველაფერი. ძალიან გემრიელი საჭმელი, იმიტომ რომ ხორცი, პომიდორი და ყველის ნაზავი ერთად. პური ძალიან გემრიელად იჭმევა. და რა თქმა უნდა ხელით უნდა ჭამოთ ხალხო. არანაირი დანაჩანგალი არ უნდა ამას. ვინც ხარ ჩემსავით გურმანები? მინდა გირჩიოთ. აუცილებლად უნდა მოხვიდეთ გიროში, ქალაქ ზუგდიდში. ეს არის დიარონის რესტორანი, ყველა მიცის. ეს რესტორანის გვერდით პატარა ჩიხში, არქივის სამსახურის მოპირდაპირე მხარეს. აი ახალი კორპუსები რო არის, აი მანდ. აი ესე გამოიყურება ჩვენი ცხარე სკეპასტი, რომელიც მე ეხლა დღეს უნდა ბოლომდე უნდა ვჭამო. ვეცდები რომ ბოლომდე შევჭამო რა. მოვერიო ამ სკეპას. ჩემსავით გურმანები ვინც ხართ და ვისაც ჭამა გიყვართ,
აუცილებლად მოხვიდე და უნდა გასაგებთ ბერძნული სამზარეულო. მე არ მგონია რომ ზუგდიდში გქონდეს ეგეთ სამზარეულო სადმე. ახალი ტრაფიკების ობიექტია, რომელიც ორი დღეს რო რაღაც გაიხსნა და რა ვიცი. მე გირჩევთ როგორც მე, ასევე თქვენც მოხვიდეთ და ჭამოთ. მართლა ძალიან სუპერია. და კომენტარებში დამეწერეთ, აბა. რამდენს გაქვთ ნაჭამი სკეპასტი. ამდენი ადამიანი ხართ ესეთი, ვისაც ნაჭამი გაქვთ. ნიჭრ ცოტა არ იყოს. მართლა დიდი პორცია არის. ხო, დიდი პორცია. ჩაოლებოთ ორ ადამიანს ეყოფა რა. და 5 წუთში მზადდება ეგ არა. ცოტა დაფქულმა კიცაკამ ჩები დამიწვა, მაგრამ ეგ არაფერია. მე სამეც მე შევძლებ ამას. ვნახეთ რამდენი აყრია. მიხედეთ. მაგრამ ძალიან უხდება. ეს სიცხარე, არ ვიცი რეალურად უნდა კონდეს თუ არა რამდენი წიწაკამ კონკრეტულ კერძს. მაგრამ მე მომწონს, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან უხდება ეს სიცხარე ამ კერძს. აიცდები 4-ვე ნაჭარი ვჭამე. მაგრამ არ არის მარტივი. ახლა ძალიან წამოიღო. ამიტომ რომ ეს დაფქვილი რო არის, პირდაპირ ტუჩებზე მედება რა. და ტუჩებს მიწვავს. ნამდვილად მარტივი არ ყოფილა ამის ჭამა. კონიერ ბოლოს ვერ შეჭამ. ეს მესამე უნდა ჭამა. და წესი დაუნებდები? პური ძალიან სუყია, ნახეთ, პურია, ხორცია, ფრია, სალათის ფურცელია, თავის საუსი აქვს და ყველია, აი ყველიც აქვს რა, რაც უფრო იმას ისაქვია მაგას. სუყეს რა ამ ყველაფერს და ართულებს ჭამაზე კარგად განაყრებს კიდეს.
იმიტომ რომ კიდე ერთი დამჭა. მაგრამ ისე გვარ შევჭა. მოკლედ მიხარია რომ ცხოვრებაში პირველად ჩემს ქალაქში ზუგდიდში გავხსენჯე ბერძნული კერძი მე არ ვიცი რომ შეიძლება ჩავსულიყო ბერძნეთში და გამესინჯეს ყოფილი მაგრამ კარგია რომ ახალი სწრაფი ობიექტი დაგვემატა რომელიც გვთავაზობს განსხვავებულ კერძებს განსხვავებულ გემოებით მე პირადად მართლა ძალიან დამანაყრა როგორც თავიდანვე მითხრეს რომ არის ძალიან მსუყე და აირც კი არა ორ ადამიანსაც კი დაანაყრებს და მართლა ესე აღმოჩნდა და მოდი შეფასება გავაკეთოთ პური ყველი გემოების უგზენეს იყო პურის კარგი გემო ყველი ქათმის ხორცით გავაკეთებინე ასე არა ღორის ხორცითაც მეგობრებთან შეერულ შეგიძლიათ გააკეთებინოთ თავის სპეციალური соуსი აქვს და საბოლოო ჯამში არის ძალიან მსუყე მე ცხარე ჭამე უიდედა მართლა ძალიან დამანაყრა ხალხო მართლა ძალიან დამანაყრა ამიტომ თქვენს გირჩევთ მოხვიდეთ და ოფლი მოვიწმინდო მაგრა დამცხა მოკლედ თქვენს გირჩევთ მოხვიდეთ გიროში ქალაქი ზუგდიდი ეს არის დიარონის შემოსასვლელი პატარა ჩიხში არქივის სამსახურის მოპირდაპირე მხარეს და გასინჯოთ ბერძნული კერძები და თქვენ თვითონ მიიღოთ გადაწყვეტილება რამდენად მოგწონთ ან არ მოგწონთ ეს ყველაფერი მე მაყოფილი ვარ და 10-დან 8 შემიძლია დავუწერო ამ კერძს როგორც ახალ კერძს ჩემთვის ვინმეს გურმანი ხო არ გჭირდებათ რომ თქვენი კერძები დააგემოვნოს